დღევანდელ გადაცემას ებრაულ სამზარეულოს ვუძღვნით. ერთ-ერთი ყველაზე ძველი, საინტერესო და მართლაც განსაკუთრებული სამზარეულოა. თან სამზარეულო, რომელსაც აქვს თავისი წესები და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიასთან. დღეს მოვამზადებთ აპეტაიზერს. ყველაზე ორი წამყვანი ინგრედიენტისგან ეს იქნება ბადრიჯნის ბურთები, დაბრაწული მუხუდოს გარნირით. მე მოვამზადებ ბადრიჯანს. გჭირდება ორი ცალი, ძალიან მარტივად მზადდება. უნდა შევწვა და კარგად შევაზავო. დავჭრი გძლად, ბოლოებს მოვაჭრი. როგორც ჩვეულებრივი ქართული ბადრიჯანი, აი ისე გძლად რო იჭრება. ეგეთ ფორმას მივცევ. მოდით ცეცხლსავათებ უკვე ცხელი რო. გავახუროთ ტაფა, კი. რა თქმა უნდა, დაბრაწულ ბადრიჯანს სხვანაირი გემო აქვს, ბევრად უფრო გემრიელია. განსაკუთრებულად მოუხდება, ვფიქრობ, აი მუხუდოს იმ გარნირს, რომელსაც ჩვენ მოვამზადებთ. აქ მაგ მუხუდო დაახლოებით 300 გრამი, რომელიც უკვე დაახლოებით 2 საათია დუღს იმისთვის, რომ დარბილდეს, რადგან საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, წინასწარ დავადგით. სანამ ბოლომდე მოიხარშება და დარბილდება მუხუდო, მეც მოვამზადებ ასე ვთქვათ საკმას, რომელშიც უკვე გავურევთ მზა მუხუდოს. ბადრიჯანს მარილს მოვაყრი ორივე მხრიდან. ზეთიც ამასობაში უკვე გაცხელდება და შეგვიძლია შევწვათ. ნუ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პრინციპში წესად აქვთ ის, რომ ბევრ ინგრედიენტს ერთმანეთში არ ურევენ. ანუ რას გულისხმობ ინგრედიენტებში? თუ ხორცით ამზადებენ კერძს, მაშინ ხაზგასმით არის ხორცის კერძი. თქვათ, ბოსტნეული ყოველთვის ცალკე არის. ძის პროდუქტს და ხორცს ერთმანეთში არ ურევენ. ღორის ხორცს არ ჭამენ თავისთავად. ხო და ამითი არის ძალიან საინტერესო, რომ თუნდაც ისე აზავებენ ბოსტნეულს და ისე გემრიელად აკეთებენ, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ხორციან კერძსაც კი ჯობია. სანამ ბადრიჯანი იწვევა, ამასობაში მე ნიორს და ხახვს დავჭრი წვრილად. ნიორს გავხეხავ, 2 კბილი ნიორი, 1 ხახვი. ნიორს გავხეხავ. ბადრიჯანი, რა თქმა უნდა, ბევრ ზეთს მოითხოვს. დავუმატებ ცოტა ზეთს, ტაფა უკვე ცხელია, მალე შეიწება. ამასობაში 2 ნიორი დავჭერი, 1 ხახვსაც დავჭრი წვრილად. მე დავიწყებ უკვე მუხუდოს საკმაზის მომზადებას. დაგჭირდება ქინძი. დავჭრათ წვრილად. გადავიტანოთ ჯამში. დავუმატოთ ახლა 1 თავი წითელი ხახვი. ნახევარი თავი ეყოფა ახლა ამ პორციას, საკმარისი იქნება. აი ესე წვრილად დავჭრათ. 2 ცალი მჟავე კიტრი, ამასაც წვრილად დავჭრი. ბადრიჯანს ამოვატრიალებ. წითელი ხახვი და ქინძის არომატი ერთად უკვე ისეთ მაგარ კომბინაციას ქმნის, რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმაგრესი კერძი იქნება. გადავიტანოთ წითელი ხახვიც ჯამში. დავუმატოთ ცოტა მარილი. მჟავე კიტრი. ბადრიჯანის მზად არის, გამოვთავ. აუ, რა სწორია დაბრაწული. გაცივდეს ჯერ, ხო ცხელიაც არის, ამასობაში მე ავიღებ ქინძს. ცოტა ოხრახურს კიდევ. ნახევარ თავი და წვრილად დავჭრი. ნახევარი ლაიმი. აუცილებლად წვენი და დაგჭირდება ნახევარი ლიმონის წვენი. ლიმონი საკმაოდ რბილია. ეს შევინახოთ. აუ რა კაია. ამოურიოთ ისე რომ გაიხსნას აი ეს ხახვის, ქინძის, ლიმონის და ლაიმის გემო ერთმანეთში. ცოტა დავჭყლიტოთ, რომ წვანილმაც თავისი წვენი გაუშვას. თან ძალიან მარტივია, ანუ ბევრი შრომა, ასე ვთქვათ, არ ჭირდება ყველაფერი, ანუ საიდუმლო იმალება აი ამ გემოებში და ინგრედიენტებში. ბადრიჯანი გაცივდებოდა, უკვე შემიძლია გადმოვიღო. და ესე დავჭრი ეგრევე. შვენიერია, რაც თავარი კარგად უნდა ავკეპოთ, რომ უფრო მოქნილი იყოს მასა, რომელსაც ჩვენ მერე საფანელს და კვერცხს დავუმატებთ, რომ მივცეთ სასურველი ლამაზი ფორმა. აუ როგორ მიხარ, ძალიან მომწონს აი ესეთი განსხვავებული ჯანსაღი კვება, ხო? მართლა რაღაც სხვა გამოცდილებაა, ესე ვფიქრობ. არომატული და გემრიელი. მუხუდო უკვე მზად არის, მოიხარშა, დარბილდა.
ჩაშლამდე არ მიყვავს მუხუდო ამ შემთხვევაში, რადგან გარნირის ფუნქციას ანუ ასრულებს და არ უნდა დავაბლენდეროთ, როგორც ჰუმუსისთვის ვაბლენდერებთ ხოლმე. გადმოვიტანოთ. ბადრიჯანი დავკეპე, გადავიტან ჯამში. მოვამზადებ ჯერჯერობით აი ესეთ პატარა პორციას. სანამ ცხელია, კარგად გაუჯდება გემოები. ნახევარი ლიმონის წვენი. რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით, ცოტა პაპრიკა, ბულგარული ციცაკის ფილფილი. ერთი კვერცხი. კარგად შეკრას. და საფანელი. დაახლოებით 80 გრამი ეყოფა. სასურველია პანკოს საფანელი უფრო ფაფუკია და უფრო კარგად იზრდება, თუმცა ჩვეულებრივი საფანელი შეიძლება და კარგად ამოუღრევ ამ ყველაფერს. ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენი ინტერპრეტაცია პანკოს საფანელის, მაგრამ პურის საფანელი ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, უბრალოდ პანკოს დიდი ფანტელი აქვს და უფრო ხრაში უნდა გამოვა. ეხლა უნდა ამოურიო, კარგად თანაბრად რომ გადანაწილდეს. კვერცხი, საფანელი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, კინძი, ოხრახუში, მარილი და პაპრიკა. ეს არის გენიალური კერძი. ცეცხლს ავანთებ, იგივე ზეთში შევწავ, რაც ბადრიჯანი იყო შემწვარი. მუხუდო პრინციპში მზად არის, მხოლოდ ზეითუნის ზეთი აკლია. აი მოვასხათ. დაახლოებით 1 სუფრის კოვზია ყოფა. ამოურიოთ. აუ ნახე, როგორ შეიცვალა აბსოლუტურად ფაქტურა, გახდა პრიალა. და ამის ცივად ჭამა შეგიძლია თელით. უზომოთ ხო? ცოტა ფალაფელის ფორმას მივწევ. აჰა. ჩვენს წესი არ დავარღვიეთ. ვამზადებთ მხოლოდ ბოსტნეულით კერძს. ყველი არ დაგვემატებია არც ხორცი, მაგრამ ისე შევკმაზეთ ტრადიციულად, რომ მართლა მაგარი კერძი გამოვა. თავის ლიმონით, ბევრი მწვანილით, ბადრიჯანი, მუხუდო, მოკლედ. სუფთა ებრაული კერძი გვაქვს. ცოტაც და სად არის. თებში. აი ეს უკვე შემწვარია აშკარად. ნუ ვფიქრობ, რომ აი ესეთი კერძები და ესე შეკმაზული ანუ კერძები ბევრად უფრო ახლოს არის ჩვენ გემოვნებასთან, არა? რა თქმა უნდა, კი. და აი რომ შია, ძალიან თუ შია, რაღაც ესეთი კერძი წარმომიდგენია, რომ უნდა ვჭამო. და კარგი აპეტაიზერია, ძალიან გემრიელი. შვენიერი. ეს შეგიძლია გაყინო კიდევ და მე ნებისმიერ დროს გამოვაცხო. კი. მაღალ გრადუსზე, ისე რომ კარგად დაიბრაწოს. ზადა ეს მუხუდოც მოვაყაროთ. აუცილებლად გადმოვიტანოთ თეფშზე. კარგად დააყარე. ეწყობი მომდის. და ეხლა ეს გემრიელესი აპეტაიზერი უნდა გავსინჯოთ. რა თქმა უნდა. ჯერ დაბრაწული ბადრიჯანი. ჰაეროვანია. რატომაც მეგონა რომ ძიმე იქნებოდა. რადგან ზეთი აქვს ბევრი. ბადრიჯანი ძალიან გემრიელი გამოვიდა. მე ვეღარ ლაპარაკობ. აი ამდენი კარგი გემო ერთად ეს არის ძალიან მაგარი. მარტივი მოსამზადებელი და განსხვავებული რეცეპტი. ძალიან გემრიელი. თავარი კერძი, საბიხი, რომელიც იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩის საჭმელად. ძალიან გემრიელი მსუყე კერძია, ამიტომაც მოვამზადებთ როგორც თავარი კერძი, მზადდება გემრიელი თხელი პურით, ბევრი ბოსტნეულით და კუსკუსის გარნირით. ბოსტნეულად გამოვიყენებ ყაბახს, ბადრიჯანს და სტაფილოს. უნდა დაიჭრას მრგვალება, ტრადიციულად მრგვალებად ჭრიან. ერთი ყაბაყი, ერთი ბადრიჯანი და სტაფილოც ერთი. ცეცხლს ავანთებ, ცხელი უნდა იყოს სტაფა. ან ტრადიციულად მოხარშულ კვერცხსაც უმატებენ ხოლმე და მჟავე კერძს, რა თქმა უნდა, ჩვენც დავუმატებთ, მაგრამ რადგან თავარ კერძად ვაქციეთ, ამიტომ დაემატება კუსკუსის გარნირი და ცოტა სხვანაირად გავაფორმებთ თვითონ თეფშზე. მაგრამ გემოები არის აბსოლუტურად ტრადიციული. ყაბაყი. მეტი არ მინდა. ბადრიჯანი. ბადრიჯანის გარეშე, რა თქმა უნდა. ბოსტნეულის კერძი წარმოუდგენელია.
ფქვილი დაგჭირდება, რა თქმა უნდა. დაახლოებით 200 გრამი, რადგანაც პატარა პორციას ვამზადებ. საფუარი ცოტა, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, არასავსე, მარილი, 1 ჩაის კოვზი და წყალი. უნდა მოვზილოთ ნაზი ცომი. ყაბაკი ბადრიჯანი უკვე იბრაწება. ამას დასჭირდება ცოტა მარილი, რომ ბადრიჯანმა წვენი გამოუშვას ასევე ყაბაკმა. დავიწყებ соуსის მომზადებას. соуსის მომზადებისთვის გვჭირდება პომიდორი, 2 ცალი, ხახვი, ნიორი, ცოტა ჯინჯერი. ესე იგი, 200 გრამ ფქვილზე დამჭირდა დაახლოებით 100 მილილიტრი წყალი, დამჭირდება 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოვზელ და ცომი მზად მექნება. და ტაფაზე გამოაცხო თუ რას? ტაფაზე ვბრაწავთ კი. ცომი უნდა დავასვენოთ, რა თქმა უნდა, სანამ გამოვაცხოთ ტაფაზე, რადგანაც უნდა გავიყვანოთ და მივცეთ ცოტა ლავაშის ფორმა. ბრგვალი ხო? და რა თქმა უნდა, ცომთან ძალიან რთულია მუშაობა, თუ არ არის დასვენებული ცოტა ხანი მაინც. გადავდოთ 10 წუთით. პომიდორი რაც შეიძლება წვრილად უნდა დაიჭრას. 2 ცალი პომიდორი აბსოლუტურად საკმარისია. ხა ისევ კეპავთ ამ პომიდორს, რომ თავის წვენი გაუშვას და ესე ვთქვათ, соуსის ფუნქცია კარგად შეასრულოს და გემრიელად დანამოს აი ეს დაბრაწული ბოსტნეული და რა თქმა უნდა პური გაიჟღინთება უგემრიელესი წვენი. რა თქმა უნდა შეზავების მერე ეს გემოები გაუჯდება კარგად, ხო? კი. ესე იგი თუ 3 კვილი ნიორი. ახალი ნიორია, ეხლა შემოსული, ძალიან არომატულია, ყველაფერს უხდება აბსოლუტურად. ძირითადად ქუჩაში ყიდიან ხოლმე გაჭრილ პურში. ეს ბოსტნეული არის ჩალაგებული შიგნით, მაგრამ ასე ვთქვათ, ტრადიციული ინტერპრეტაცია არის ასეთი, რომ პურზე, გაშლილ პურზე უნდა დაალაგო ეს ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, მჟავე კიტრი აუცილებლად და აი ეს გემრიელი соусიც რომ მოვასხოთ. რა თქმა უნდა, წითელი ხახვი ვამზადებთ соус, ბევრად უფრო მოტკბო არის, გემრიელი, უფრო წითელი ხახვი. რო არომატულიც ხო? ცოტა ოხახუში. წვანილები უყვართ ებრაელებს ძალიან. ესეც წვრილად დაჭრილი. კი. რა თქმა უნდა, პარალელურად ვხარშავთ კვერცხს, 1 ცალი კვერცხი დაგჭირდება. დაახლოებით 2 წუთში უკვე კვერცხიც მზად იქნება. მე დავიწყებ უკვე ცომის გაბრტყელებას. წვანილი. ცოტა ჯინჯერსაც გავუკეთებ დაახლოებით 10 გრამს. თავის სიმძაფრეს მიცემს და აი მართლა კარგი გემოებით გაჯერებული соуსი გვექნება. ცოტა ფქვილი, გადმოვიტანოთ ცომი. გავყოთ გუნდა 2-ად, რადგანაც საკმაოდ თხელი უნდა იყოს, ახლა აქედან 2 პორცია გამოგვივა, ანუ 100 გრამიანი არის თითო გუნდა. რა თქმა უნდა, გავახუროთ ტაფა მაგრად. ცხიმს უკეთებ ტაფას? არა. ლიმონს გავუკეთებ ახლა. ლიმონის წვენი. მარილი, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ცოტა ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 10 მილილიტრი. ეს კარგად უნდა ამოურიოთ. კვერცხის უკვე მოიხარშა. გაგრილდეს. დავადგათ 300 მილილიტრი წყალი კუსკუსისთვის, რომ ადუღდება, მერე დავასხავთ. соуსი უკვე მზად არის. ბოსტნეულიც მზად არის, შეგვიძლია გამოვთოთ უკვე. ცომიც უკვე კარგად გავაბრტყელეთ, ახლა გადავიტანოთ გახურებულ ტაფაში. როგორც ტაფის ხაჭაპური რაღაც გამახსენა. რა თქმა უნდა, როგორც კი დაიბრაწება და ოდნავ დაიბერება ალაგ-ალაგ, მერე გადმოვატრიალებთ და მზად იქნება. კუსკუსი რა დარჩა. წყალი როგორც კი ადუღდება, კუსკუსს დავასხავთ ზემოდან ადუღებულ წყალს, გავაჩერებთ 2-3 წუთი და მზად არის. კუსკუსიც რომ მომზადდება, გემრიელად მარილს დავუმატებთ და ლამაზად უკვე ლავაშთან და ამ ბოსტნეულთან ერთად დავალაგებთ თეფშზე. რა ფერზეა? აჰა. მოკლედ, მთელი კერძი ეწყობა აი ამ პიტას მაგვარ, ასე ვთქვათ, დიდ პურზე. კუსკუსი.
ერთი პორცია გავაკეთოთ. ცოტა მარილი. მარილი, რა თქმა უნდა. წყალი ისე რომ დაფაროს კუსკუსი და რა თქმა უნდა დავაფაროთ რომ კარგად ჩაიორთქლოს და მომზადდეს კუსკუსი. ეს მზად იქნება დაახლოებით 2-3 წუთში, ამასობაში კვერცხს გავფრთხვნი და მჟავეკიც დავჭრი. საინტერესო რეცეპტია, ბევრი ბოსტნეულია. კარგი соусით, პამიდრის соусით. ერთი მჟავეკიც ეყოფა. კვერცხსაც გადავჭრი შუაზე. ხო. შვენიერი, შეგვიძლია უკვე დავიწყოთ აწყობა, ხო? ხო, ბოსტნეული. კვერცხი. მჟავეკიტრი. ესე. ხო, კუსკუსიც მე მგონი მზად იქნება უკვე, მზად არის. ცოტა კუსკუსი დავუდოთ. პრინციპში ის არის, რომ შეგიძლია გადაკეცოს პური და პირდაპირ შეჭამო. რა თქმა უნდა, უზარმაზარი პორცია, ალბათ ქუჯაში უფრო პატარა პორციებს ამზადებენ. соуს ნახე, წვენი გამოუშვა, რა თქმა უნდა. ეს კუსკუს დავუდოთ ზემოდან, ხო? ზად არის შეხედე რა კარგია. აუ, მოკლედ ტრადიციული ებრაული ქუჩის კერძი საბიჰი. ზად არის. შეგიძლია გადაკეცო და ეგრე მიირთვა. ვამზადებთ ებრაულ ტრადიციულ ორცხობილას ჰამათაშენ, რომელიც სხვადასხვანაირი შიგთავსით მზადდება ხოლმე. ყველაზე ტრადიციული არის ყაყაჩოს მარცვლებით მომზადებული შიგთავსი, მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვანაირი ჩირეულობაც გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში გვაქვს გარგრის ცუკატები. ეს არის გარგრის ჭირი, უკეთ კბილია თავისთავად, თუმცა სხვადასხვა ჩირეულისგან მზადდება და მზადდება ძალიან მარტივად. უნდა დავაბლენდეროთ. აქ არის დაახლოებით 100-150 გრამი, ცოტა თბილი წყალი. თუ უფრო ტკბილი გინდათ, შეგიძლიათ შაქრის სიროფი გამოიყენოთ. ძალიან ცოტა მარილი. რა თქმა უნდა, თავსახური და კარგად უნდა დაბლენდერდეს, უნდა გამოვიდეს თითქოს აი მურაბა რა, აი გატარებული მურაბა. წებოვანი, რომელიც არ დაიშლება ხო ცხობის დროს და ლამაზად გამოჩნდება გამომცხარ ორცხობილაში. ცოტა დრო დაჭირდება, რადგან საკმაოდ ხმელი არის თვითონ ცუკატები, მაგრამ ჩვენ მივიღებთ იმ კონსისტენციას, რომელიც ჭირდება. სანამ ვახო კარგად აბლენდერებს გარგრის ცუკატებს, მე დავიწყებ ცომის მომზადებას. პრინციპში როგორც ყველა ორცხობილა, ეს ცომიც მარტივად მზადდება. წამყვანი ინგრედიენტები არის კარაქი, ფქვილი და კვერცხი. უბრალოდ აქ ყველაფერი ანუ საიდუმლოება ასე ვთქვათ, არის თვითონ ფორმაში. მხოლოდ ისინი ამზადებენ ხოლმე ესეთი სამკუთხედი ფორმის ორცხობილებს. კარაქი, ოთახის ტემპერატურის აუცილებლად რბილი, დაახლოებით 120 გრამი, ქვილი 300 გრამამდე, სულ ცოტა მარილი. ესეც მზად არის უკვე, ძალიან კარგი ფორმა მიიღო. გადმოვიღებ ჯამში. რა თქმა უნდა შეურიოთ კარაქი და ფქვილი ერთმანეთს, ანუ გავაფხვიეროთ ასე ვთქვათ. ცომი, ეხლა დავუმატებ ერთ მთლიან კვერცხს და ერთ კვერცხის გულს. აი ესეთი მასა უნდა გამოვიდეს ცოტა ჯემივით. შვენიერია. მოკლედ შიგთავსი მზად გვაქვს. ცომით ზუსტად 2 წუთში უკვე იქნება მზად. ეხლა მოვზელ და დამჭირდება შაქრის დამატება, რომელიც შენ უნდა დამიმატო. დავიმატე დაახლოებით 180 გრამი შაქარი. კიდე ცოტაც საკმარისია. ცომი ფაფუკი გამოვა, რადგან კარაქი აქვს. კიდე ცოტათი გავს შაქარლამას. შაქარლამას ხო? ხო, ანუ იფშხნება, როდესაც ჭამ. სითხეს რადგანაც არ ვუმატებთ, ცოტა დიდი ხანი უნდა მოზევა, რომ კარაქი ხელებში შეგვადნეს და შეიკრას ცომი. ტკბილი ცომი, ტკბილი შიგთავსით. ებრაული დესერტი. ძალიან გავს ტარტის ცომს, რადგანაც იქაც წყალს მინიმალურად იყენებენ ხოლმე და ამიტომაც რჩება ძალიან ხრაშუნა.
ცომი უკვე შეიკრა, შეხედე, როგორ გუნდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთი 10-15 წუთი უნდა დავასვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ არც საფუარი არ გვაქვს შიგნით, არც გამაფხვიერებელი, მაგრამ როცა მუშაობ ცომთან 10-15 წუთი მინიმუმ უნდა დაასვენოთ ცომი. გადავდოთ გუნდა და მოვემზადოთ გასაბრწყინებლად. ცომი უკვე მზად არის იმისთვის, რომ გავაბრწყელოთ. დავასვენეთ დაახლოებით 15-20 წუთი. კი, ნახე, აი უფრო ბილი გახდა ცომი. გადავჭრათ. სამკუთხედ ფორმებს ვაცნობთ, ხო? ესე პირველად რომ დავინახე, ვფიქრობდი ნეტავი რა ფორმაზე აფრთხელებენ, რომ აი ესეთ ფორმას იღებს. თურმე ძალიან მარტივად გვალად უნდა ამოჭრა და შემდეგ სამი მხრიდან გადაკეცო. ესე მგონი საკმარისი. პრინციპში შეგვიძლია ნებისმიერი ჯამი ან ჭიქა ავიღოთ, ან საჭრელი თუ გაქვთ. მე ცოტა დიდებს გამოვაცხობ, ამიტომ ავირჩიე ჯამი. ესე ებრაული დესერტი მე არ მაქვს ასინჩული. თუმცა აშკარად ეთყობა, რომ გემრიელი გამოვა. მოკლედ, ჯერ ცენტრში გადავიტანთ შიგ თავს, შემდეგ აი ესე გადავკეცავთ ერთხელ. შვენიერი. ეს არის. ძალიან მარტივი. ეხლა გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე და იგივენაირად მოვამზადოთ რამდენი ცალიც გამოგვივა. თავარია შიგ თავსი ჩანდეს. ისე უნდა გადაკეცო ცომი. ვაწყობთ 200 გრადუსზე 10-12 წუთით. მზად არის უკვე გამოცხვა. კარგად ოქროსფრად დაიბრაცა. ამაზე დავალაგოთ. შეინარჩუნა ისეთივე ფორმა, როგორიც ესე იგი ჩვენ მივეცით. ხრაშუნად გამოიყურება. ებრაული ჰამანთაშენ მზად არის. უნდა გავსინჯოთ. უნდა გავსინჯოთ, კი. ხრაშუნა. ძალიან გემრიელია. ხრაშუნა, რა ტკბილი. შიგ თავსიც ძალიან მოხდა. კი, ნამდვილად ძალიან გემრიელია. ძალიან საინტერესო დღე გქონდა დღეს. მართლა შევეხეთ ისეთ მდიდარ სამზარეულოს, როგორც არის ებრაული სამზარეულო. კარგი გამოცდილება მივიღეთ. მართლაც საინტერესო დღე გამოვიდა. ბადრიჯნის აპეტაიზერი, ძირითადი კერძი, ბევრი ბოსტნეულით და ხრაშუნა დესერტი. და ეხლა სიუჟეტის დროა. ლევან სიმონიშვილი 20 წლის შეფზარეული. პირველი დღე სამზარეულოში. ბებია ჩემი აცხობდა პურს და რატომღაც მომინდა სურვილი გამიჩნდა რომ გამიკეთებინა ხაჭაპური. გავაკეთე ხაჭაპური. საკმაოდ გემრიელი გამომივიდა, ფორმას თუ არ ჩავთვლით. საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულო მოხდა? რა თქმა უნდა კახური. რატომ? რატომღაც სპეციფიური გემოები არის და ну ეხა კახური ჩაგაფული და ჩაშუშული ეს რაღაცები განთქმული არის მათ წვადი განსაკუთრებით. ისტორია სამზარეულოში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. გარიაჭკა მქონდა სამზარეულოში, გრილზე მუშაობის დროს გაუჩნდა ცეცხლი გრილს და პლუს აქედან გადაედო კონვერციულ ღუმერს. ну ძალიან საშინელება იყო. პირველი კერძი, რომელიც გაგიფუჭდა. პირველი კერძი, რომელიც გამიფუჭდა, იყო რატატუი, ჩემმა შეფზარეულმა ну გადამიყარა ნაგავში. იმიტომ რომ ეს იყო რაღაც საშინელება. რამ გაგავაცეთ ბოლოს? სტუმრის კმაყოფილება. საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ კარიერის განმავლობაში. საუკეთესო რჩევა იყო ესეთი მთავარია შენი პროფესია გიყვარდეს. აღწერე შენი სამზარეულოს სამი სიტყვა. ადგილი, რომელიც მიყვარს.
კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, როგორია თქვენი რეცეპტი? მოამზადო გულით. გუშინ საჭილად მქონდა, შემწარი კარტოფილი და სალატი. რომელი ინგრედიენტი იქნებოდა? ღვინო, კერძი, რომელიც კამიფასიაზე სურხავს. ჩიკელეიც, ყველაზე დიდ დროს გულისხმობს ახალი კერძების შექმნა. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში. ახალი ინოვაციები. სამზარეულო არის, ადგილი, სადაც შემიძლია განვიტვირთო. სიამოვნებას ვიღებ, როდესაც კარგი გამოდის ჩემი კერძი. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამოსულიყავი მძარეული. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე მივაღწევდი წარმატებას. ვამაყობ, ჩემი თავით. რა ჩემს მისცემდი დამწყებ მზარეულს. თავარია უყვარდა თავიანთი პროფესია და ყველაფერი გამოვუათ. რას ნიშნავს თქვენი გუნდი თქვენთვის? ჩემი გუნდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩემი მარჯვეხელი არის. 10 წლის შემდეგ მე ვიქნები, რესტორატორი. რაც შეცვლიდით სამზარეულოში. ხმარებიდან ამოვიღებდი გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი? ჩემი მთავარი შემფასებელი არის ბებია და სტუმარი. ჩემი მიზანია ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული ადამიანი, არა მხოლოდ პროფესიაში. რისი გემოაქვს ბედნიერებას? ბედნიერებას ჩემს მიერ მოფიქრებული ბურგერის გემოაქვს, რომელსაც ამფეტამინი დავარქვი. მე მოგიმზადეთ კობური სტეიკი, სოკოს და ყველის соуსთან ერთად, გასაფორმებლად გამოვიყენე სეზონური ყვავილები. გემრიელად მივირთვით.